უფალო, შეგვიწყალე ცოდვილნი. წალენჯიხის მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი მამა რომანოზის წამება. 1993 წელი. ნეტარ არიან სიმართლისათვის მშიერ მწყურვალნი, ვინაიდან ისინი გაძღებიან. ნეტარ ხართ თქვენ, როცა გაგლანძღავენ, გაგდევნიან და ყოველნაირად ბოროტ სიტყვიან თქვენზე ჩემს გამო. სიმართლისათვის დევნა და შევიწროება, ტერორი და შინაპატიმრობა, უსასტიკესი შეურაცხობა განიცადეს მანამდეც და განსაკუთრებით კი ივლისის ავადმოსაგონარ დღეებში, სულით ხორცამდე პატიოსანმა, ალალ მართალმა, წმინდა ზნეობისა და გონების სიმართლისათვის მებრძოლმა, გაუტეხელი იდეისა და რწმენის ერთგულმა წალენჯიხელებმა. ითქმება, ყველასგან ითქმება მართალი სიტყვა, ოღონდ ეს იქნება შემაძრწუნებელი, მაგრამ მაინც ითქმება. გეშინოდეს ღვთის რისხვისა. ამჯერად მართალ და გულწრფელ სიტყვას, თავის აწიოკების ისტორიას ვიყვება ჟალათების მიერ ნაწამები წალენჯიხის მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი მამა რომანოზი. ყოველი ფუჭი სიტყვისთვის, რომელსაც იტყვიან ადამიანები, პასუხს აღგებენ განკითხვის დღეს. ვინაიდან შენი სიტყვებით გამართლდები და შენივე სიტყვებით გამტყუნდები. მათ ეს სახარება. ღმერთს შევთხოვ მომცეს ძალა და გამბედაობა, ვთქვა არა ფუჭის სიტყვა, არამედ ჭეშმარიტად ის, რაც იყო და როგორც იყო. 7 ივლისი უსაშინლესი გათენდა ჩემი ოჯახისათვის. დილაუთენია ამოვიდნენ ომუნისა და მხედრიონის შეიარაღებული პირები. ზემოდან ვერტმფრენი ათვალიერებდა ჩემს ოჯახს. კარებთან შევეგებე. შენ ახარ გმირი მღვდელი, ნაბრძანები გვაქვს დაგხვრიტოთ, მომიგეს სიტყვა. პირჯვარი გადავწერე ყველას. დილის ლოცვის სიტყვებით მივმართე, რაც სასაცილოდ არ ეყოთ. ჩქარა გაგვიძე ეკლესიისკენ, იქ იარაღები გაქვს დამალული, მაგას ზედ უნდა დაგაკლათ ხორივით. ცდებით, იარაღს ეკლესიაში რა უნდა? მე მღვდელი ვარ, ნუ მემუქრებით, ოჯახს ნუ ამიწიოკებთ. მცირეწლოვანი 3 შვილი და ღრმად მოხუცებული ავადმყოფი დედა მყავს მეთქი. შემოგვრჩივლა ამანაც თავისი დარდიო და ერთმა მებრძოლმა ავტომატის კონდახი მითავაზა მკერდზე. მივხვდი რა ცოდვილ, გზა და გონება დაბინდულ ხალხთან მქონდა საქმე. უსიტყვოდ გავყევი ეკლესიისკენ. გზაშიც მიმტკიცებდნენ, შენ ლოთი ქობალიამ ეკლესიაში იარაღი დაგილაგა. ახლაც იქ გიწყვია, იმას წავიღებთ, შენ კი იქ შუბს გაგიხრიტავთო. ღმერთია მოწმე, მე ლოთი ქობალიას საერთოდ არ ვიცნობ. მაცხოვრის ეკლესიაში იარაღი არავის არასოდეს შეუნახავს, ის კი არა და მე გიკრძალავ თქვენ იარაღიანად მის ეზოში შესვლასაც კი. ისევ კონდახი მითავაზეს, ამჯერად თავზე, კინაღამ გონება დავკარგე. ხედავ, ეზოში კი არა, ეკლესიაშიც იარაღიანად აპირებენ შესვლას. დავიჩოქე, შესასვლელ კარებთან. გიბიფიცებ, ვლოცულობ, ვიწყევლით ჩემს ამ შვილს. ეკლესიაში იარაღი არ არის, ნუ შემოხვალთ შიგნით იარაღიანად, ეტყობა გასჭირათ ხოვნამ და გარეთ დააწყვეს ავტომატები. შევედით. წინა დღით, ესე იგი 6 ივლისს, ეკლესიის ამოსასვლელ აღმარზე ჯალათებს მოუკლავთ პირტიტველა ყმაწვილი. პატრონი არ გამოჩნდა, ან შიშისგან უცბად ვინ უპატრონებდა მცხედარს. ხომ ფაქტია, იყო ასეთი შემზარავი რამ. ჭირის უფლებს ცხედარს არ აძლევდნენ, მატლსა და ღორს აჭმევდნენ. ესენი ზვიადისტები არიან და ქართული მიწა არ უნდა ვაღირსოთო. გავაპატიოსნე ამ ყმაწვილის ცხედარი, ეკლესიაში დავასვენე. მოკლულის ვინაობა უცნობი იყო, მაგრამ ამას ჩემთვის არ ჰქონდა არანაირი მნიშვნელობა. ღვთის წინაშე ყველანი ერთნი ვართ. ეკლესიის გასაჩხრეკად ამოსულმა მხედრიონელებმა, რომ ნახეს ცხედარი, ეს ჩვენიანი არ არის. ვინ მოგცა ამის აქ დასვენების უფლებაო? შებილწეს ცხედარი. ამის გამოც შეურაცხყოფა მომაყენეს. ჩემს თხოვნაზე, ნუ იქცევით ასე, ამას ღმერთი არ გაპატიებთო, მიპასუხეს. ოხ, გვადარდე ახლა ერთი ზვიადისტის ჩაძაღლება. ამ ცხედარს ჩვენ ახლა ბეტერს გამოვაბამთ და მთელს ქალაქს შემოვატარებთო. გავალდნდი. წასვლის წინ მითხრეს, დაგლოცეო, დავლოცე. 2 მათგანს ჯვარი ვაჩუქე, ვუკურთხეთანაც. კარებამდე მივაცილე. გასვლისას ერთი შემოტრიალდა და უხეშად მომახალა. მეგრელს რა გინდოდა ეკლესიაში მღვდლადო? ნუ სოდავთ, რა შუაშია მეგრელი და ქართველი, ჩვენ ერთი სისხლი და ხორცი ვართ. თქვენ კი თურმე მეგრელები ქართველებად არ მიგაჩნიათ. ეს როგორ შეიძლება? ეს ერის გახლეჩვას ნიშნავს. ეს სიკვდილია.
ამას ნუ იტყვით მეთქი. ერთ-ერთი მხედრიონელი ძალიან გააღიზიანა ამ შეგონებამ. ცხვირწინ ავტომატი დამიტრიალა და ცინიკურად მითხრა: შენ ზვიადი იქნებ ეპისკოპოსობას გპირდებოდა, მაგრამ მანამდე თავს გაგაგდებინებო. ეპისკოპოსი, ღმერთი, მღვდელი ამ სიტყვებს უხამსად იხსენიებდნენ და ხორხოცით გავიდნენ. მხედრიონელები. როგორც თავიდან აღვნიშნე, ეს მოხდა დილის საათებში. მეგონა ამით ყველაფერი დამთავრდა, მაგრამ ეშმაკს არ ეძინა და წინ დიდი უბედურება მელოდა. ნაშვადღებს ისევ ამოვიდნენ, ამჯერად ბეტეერებით. 300-მდე იქნებოდნენ, მხედრიონი, ომონი და შინაგანი ჯარის ნაწილები. ეკლესიას ალყა შემოარტყეს, გუმბათზე და სამრეკლოზე ცავიდნენ. ამაო გამოდგა ჩემი დაჩოქება. იარაღით ნუ შემოხვალთ მეთქი. ომიაო, მომაძახეს, აქ იარაღები გიწყვიაო. შევახსენე, იყვნენ ამ დილით, ვერაფერი ნახეს, თქვენ რას იპოვით მეთქი. პასუხად ისე მცემეს, რომ ცოტა ხანს უგონოდ ვეგდე ეკლესიის იატაკზე. გონს მოვედი და ვხედავ, შესაწირი ყუთი გაუტეხიათ. რაც იყო შიგნით ფული, შეუწირავთ. ტრაპეზში შევარდნილან. გადაუყირავებიათ ყველაფერი. სახარება და ჯვარი, ხატები იატაკზე დაუყრიათ. ცოტა ხანს კიდევ ვეგდე იატაკზე ამ ცოდვილთა ნამოქმედარით შეძრწუნებული. ვერ იპოვეს ამჯერადაც იარაღი. ღმერთო ჩემო, რა უნდოდა იარაღს მაცხოვრის ეკლესიაში. ეკვდრების კარები გაუტეხეს. აქ ექნებაო დამალული იარაღი ლოთის. ლევან დადიანის ეკვდერში ისიც უნდა ვთქვა ლევან დადიანის საფლავზე ეკლესიის შიგნით ფეხით დადიოდნენ. კინაღამ მისი ამოთხრაც დააპირეს. წმინდა გიორგის წამების ფრესკები საკურთხეველი ნატრაპეზარი იყო. შევედი, ვხედავ ნატრაპეზარს თხრიან, მუხზე დავეცი. ეს წმინდა ალაგია, ნუ თხრით, ეს ცოდვაა, რა უნდა იპოვოთ მან, წეს არ ხვევთ. აქ გათხრის ჩატარების უფლება მხოლოდ არქეოლოგებს აქვთ. ძეგლთა დაცვის საზოგადოების ნეფართვის შემდეგ მეთქი. აბუჩა დამიგდეს, არქეოლოგი, ძეგლთა დაცვა, თქვა ახლა ამანაც რაღაც. თქვენ ვერ გაიგეთ, რომ საქართველოში ჩვენზე უფროსი არავინაო. ბოლომდე არ მაყურებინეს, ძირის ძირობამდე დაეთხარათ იქაურობა. ადამიანის ძვლები ამოეყარა და იქვე დაეტოვებინათ. რა ამოიღეს და წაიღეს არავინ იცის. ჩემზე კი მაშინვე ჯავრი იყარეს, მტაცეს ხელი და ეკლესიის ეზოში გამიყვანეს. პირით აღმოსავლეთისაკენ დამაყენეს, ჩასაქოლად გამამზადეს. მე ვლოცულობ, პირჯვარს ვწერს ჩემს მტანჯველებს. ამას ღმერთი არ გაპატიებთ, ისვრიან გამოდმებით, სასტიკად მცემენ. სროლის ხმამ ჩემი ოჯახი და მეზობლები ფეხზე დააყენა. მოკლესო უფიქრია მეუღლეს და ბავშვებთან ერთად წამოსულა. დასახრეტად გამზადებულს მომისწრო. რომანოს, თუ მართლა დამნაშავე ხარ, თუ უღალატე ღმერთს, ადგილზე მოიკალი თავი, მეც მოვიკლავ, დარჩება ბავშვები უპატრონოთ, ამდენ წამებას სიკვდილი ჯობიაო. მითხრა ეს ყველას გასაგონად და ბავშვებიანად მომშორდა. ეზოს კარს არ იქნებოდა გადამცდარი, ერთმანეთში მოილაპარაკეს, ჩემ მამწიო კებლებმა. მღვდლის ცოლი და ბავშვები არ გაგვექცეს, მოვჭრა თავის უყველას, მოვუტანოთ ამ ძაღლიშვილს და მერე იტყვის სიმართლესო. ორი იმ წამსვე სირბილით გაქანდა დავალების შესასრულებლად. ამის გაგონება და მე არადამიანური ძალით ყვირილით გავქანდი გასასვლელისაკენ. ეკლესიის შუა ეზოში დამიჭირეს, ბეტეერზე მიბმა და სულის ისე ამოხდა და მიპირეს. პირჯვარს წერდი და ვეუბნებოდი, გონსმოდით, ნუ მომკლავთ შვილებო, ჩემს ასე წამებას ღმერთი არ გაპატიებთ მთქო. მოვიდა მეზობლების უმეტესობა. პედაგოგმა ლალიეგიამ, ამ უაღრესად განათლებულმა და ღვთისმიერმა ქალიშვილმა გამოიდო თავი და თხოვა. მამა რომანოზი პატიოსანი კაცია, ის წამების და დახვრეტის ღირსი არ არის. თქვენ მოგატყუეს, მაცხოვრის ეკლესიაში იარაღს ვინ ამოიტანდაო. ჩვენ ასეთი სუნდაბლები არ გვირევია, მოეშვით ამ პატიოსანი კაცის წამებას. ხალხი არა ხართ, ნუ თუ არაფერი გწამთ ამ ქვეყანაზეო. იმ ღამეს გამანთავისუფლეს. ზოგმა მირჩია წალენჯიხისთვის თავი გამერიდებინა, მაგრამ ეკლესიის დატოვებაზე ერთი წუთითაც არ მიფიქრია. მეორე დღეს დილაუთენია, სახლში მეწვივნენ ისევ. არაფრის თავი არ მქონდა, სიკვდილზეც თანახმა ვიყავი. სახლი გაჩხრიკეს, ბავშვები წივილ-კივილით აყარეს ლოგინიდან. სასიმინდეში შევარდნენ. ეზო გადააქოთეს, ჩემი ზაპოროჟეცი ერთს მოეწონა. წავიყვანოთ, საკაიფოაო. მანქანაში როცა მსვამდნენ, ბავშვებმა სთხოვეს. ნუ წაიყვანთ მამასო. მაშინ ერთს ნამცხვრის ნატეხი მიუცია და უთქვამს, რა თქინდათ მამა, აგერ ნამცხვარი ჭამეთო. ჩამიყვანეს ქვემოთ, სკოლა-ინტერნატის შენობაში, სადაც იყო ჯაბა. გზაში მეუბნებიან,
წალენჯიხაში ვებერთელა პიროვნება სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ჯაბა იუსენინი ჩამობრძანდა. რატომ არეა ხელი და არ მიულოცე თანამდებობაო? მე შეიარაღებულ ხალხთან არაფერი მესაქმება, სილხში ხელებ გასრულ ხალხთან საერთო არაფერი მაქვს მეთქი. პასუხად მცემეს, ჯვარი ამაგლიჯეს, შემიყვანეს შტაბში, მეორე სართულზე, ქვემოდან საშინელი ყვირილი ისმოდა, ვიღაცას აწამებდნენ. ავტომატი გავარდა, ერთმა მხედრიონელმა ნიშნის მოგებით მითხრა, ერთიც გაგორდა, მალე შენი ჯერიც იქნებაო. შემიყვანეს ჯაბასთან. ბატონო ჯაბა, უდანაშაულო ვარ, ნუ მაწამებთ ასე სასტიკათქო. შესატანავ, რა უნდოდა იარაღს ეკლესიაშიო? მერე და სად ნახეთ მაცხოვრის ეკლესიაში იარაღი მეთქი? სამჯერ წერტილ გაჩხრიკეს, რა ნახეს? არაფერი. პირველად თქვენები შევიდნენ იქ იარაღით. ხედავთ თქვენ უდანაშაულო ხალხს იჭერთ და ხრეთ, მეც დამხრიტეთქო. გამიყვანეს ინტერნატის ეზოში დასახრეტად. ჩემთან ერთად კიდევ 3 უდანაშაულო კაცი გაამზადეს. მივუბრუნდი ავტომატ მომარჯვებულ დასახრეტად გამზადებულ ბიჭებს. ლოცვა და პირჯურის წერა დავიწყე. თანაც ვიძახდი, ღმერთთან და ხალხთან მართალი ვარ. მესროლეთ, ჩემი გვამი სადაც გინდათ იქ წაიღეთ. პირდაპირ მინდა გიყუროთ სახეშიო. ამ დროს ვებფრენი დაფრინდა სტადიონზე. გადაიფიქრეს სროლა, სულ მალე 4-ვენი სტადიონზე წაგვიყვანეს. ვინაიდან გადამღები ჯგუფი მოვიდა. ვიღებენ. მე ვიჩოქებ და ლოცვას ვიწყებ. მუხლებზე კონდახის ცემით წამმაყენეს. დაჩოქილს ვერ გადაუღებთ. მთელი საქართველო გადაირევაო. მოგვიახლოვდა ერთი კაცი. უბრალო კაცი არ გეგონოთ, მოგმართავს. მე ლანჩავა ვარ. ნაბრძანები გვაქვს თქვენი დაპატიმრება და თბილისში წაყვანა. ეს თქვა და მტაცეს ხელი. პირდაპირ ვებფრენისაკენ გამაქანეს. გზად, რას არ მაბრალებენ? სუკის აგენტობას, კომპარტიის აღდგენას და ასე შემდეგ. ერთი ხანობა ვებფრენიდან ჩამოგდებაც დამიპირეს. ერთობოდნენ. თბილისში მომათავსეს კაპეზეს სამმართველოში, საშინლად მცემეს. საკანში შემაგდეს და მითხრეს, ზვიადისთან ერთად ილოცეო. კედელზე მახეთქებდნენ, თმასა და წვერს ბღუჯად მაგლეჯდნენ, წყლის ჭავლის ქვეშაც დამაყენეს. მე თქვენი საწამებელი და გასასამართლებელი არ ვარ. ეკლესიის წმინდა მამებმა გამასამართლონ თუ ვარ დამნაშავეთქო. თქვენი ჩემი მსაჯულები არ ხართ მეთქი. პასუხად მახსხრად ამიგდეს. ეკლესიის წმინდა მამები მოიგონა კიდევ რაღაცო. ტვინი შემერყა ცემისგან. თავზე საკმაოდ მოზრდილი ღია ჭრილობა მქონდა. ერთმა სამოქალაქო ტანსაცმლიანმა ჯალათმა ღია ჭრილობაში თითები ჩამჩარა და თან იძახდა, ცოცხლად უნდა გაგატყავო, შენი ასე და ისეო. 8 ნომერ საკანში შემაგდეს. ღვთისმიერი უდანაშაულო ბიჭები დამხვდნენ იქ, მომასულიერეს, ფეხზე წამოდგომაში მიხმარებოდნენ. 14 დღე დავყავი ამ საკანში. მერე მე-4 ნომერში გადამიყვანეს და 5 დღეში გამანთავისუფლეს. სულ 19 დღე გავიყავი საპატიმროში. გამომძიებელი და დამკითხველი არავინ მინახავს. რისთვის ჩამსვეს, არც ეს ვიცი. სასოწარკვეთილი და ღონემიხტილი ჩამოვედი გადამწვარ და აწიოკებულ წალენჯიხაში. ეკლესიაში ავედი. ზარებს შემოვკარი, დავიჩოქე ხატების წინ, მთელი ღამე ვლოცულობდი და ვტიროდი. ეთნოგრაფიული მუზეუმისთვის მასალებს ვაგროვებდი. უამრავი ძველებური, ყოფაცხოვრების ამსახველი ნივთი მქონდა. ყველაფერი წაეღოთ. გული დამწყდა. არაფერი რჩება შთამომავლობას ჩემი გულმოდგინე შრომის შედეგად. ღმერთო, შეუნდე ცოდვილთ, უფალო, შეგვიწყალე. მამა რომანოსი. პრეს პრემიერი 2004 წელი 15 დეკემბერი. სტატია გადმოწერილია გაზეთ წალენჯიხის ზარებიდან.